ვის გიყვართ მურაკამი? გამოგიტყდებით და მე მისი ვერც ერთი რომანი ბოლომდე ვერ დავასრულე. თუმცა ეს არაფერს არ ნიშნავს. აუცილებლად მივცემ შანსს, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ბოლომდე წავიკითხე მურაკამის ესეების კრებული. წერლობა როგორც ხელობა. ამ კრებულში მურაკამი გვყვება როგორც საკუთარი პირადი ცხოვრების შესახებ, ისე მისი წერის დისციპლინაზე, როგორ ქმნის რომანებს, როგორ ქმნის პერსონაჟებს. ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ეპიზოდი ჩემთვის იყო ის მომენტი, როდესაც მან გადაწყვიტა, რომ მწერალი გამხდარიყო. ეს მოხდა ძალიან მოულოდნელად სტადიონზე, როდესაც ბეისბოლს ადევნებდა თვალს და ჯოხს მოხდა ბურთი, აჟიოტაჟი ატყდა სტადიონზე და უცებ მურაკამიმ გაიფიქრა, რომ რომანის დაწერა გამომივა. ამ დროს მურაკამი ბევრს მუშაობს, ცოლთან ერთად თავი გააქვს და უდრო 4-ის წესრიგში მაინც ახერხებს, რომ რომანის წერა დაიწყოს. კრებულში გვყვება პირველი გამოცემების, პირველი აღიარების, სამშობლოში მუდმივი კრიტიკის, ასევე სამშობლოს დატოვების მოტივზე. ასევე იმ ცოდნაზე, რამაც გააბედინა, რომ წერა დაეწყო და აქ მთავარი წიგნის კითხვის უპირობო სიყვარულია. მურაკამი გვასწავლის თუ როგორ უნდა იპოვო შენი სტილი, შენი ხმა და რა არის საჭირო იმისთვის, რომ ხელოვანი ორიგინალურად ჩაითვალო. გონია, რომ ვისაც წიგნის დაწერა გადაუწყვეტია, ეს წიგნი ბევრ რჩევასაც მისცემს და ასევე ეჭვებისა და ზედმეტი დამთრქმუნველი ფიქრებისგან გაათავისუფლებს. მურაკამი ამბობს, თუ თვით გამოხატვა თავისუფლად გსურს, ნუ კითხავ საკუთარ თავს, რას დავეძებ, კითხე, ვინ ვიქნებოდი, არაფერს რომ არ დავეძებდე. რომანის სამყაროში რადიკალური ცვლილებები სულ ხდება და აქ მურაკამი ერთ იაპონურ გამოთქმას იყენებს, როდესაც ხეები დაიძრებიან და ქვები დაიწყებენ ტივტივს. ასეთმა მოვლენებმა დროთა განმავლობაში შეიძლება მეტი მნიშვნელობა შეიძინონ, ხოლო ის, რაც დღეს მნიშვნელოვანია, კვერცხის ცარიელი ნაჭუჭი აღმოჩნდეს. ამიტომ საკუთარ აზრებთან მეტი თავისუფლებით უნდა ვიყოთ. როგორია მურაკამის დისციპლინა? ეს არის დღეში 10 გვერდი. ასევე ძალიან საინტერესო ტექნიკაა გონებიდან ამოკრეფილი ფრაგმენტების შეწებება. უდიდესი შრომაა მისი მხრიდან უკვე დასრულებული რომანი 3-ჯერ და 4-ჯერ გადაწერა, რაც პირადად ჩემთვის არაადამიანურ ნებისყოფასთან ასოცირდება, რასაც მურაკამი არამხოლოდ გონებრივი რესურსის ხარჯზე, არამედ ფიზიკური დატვირთვით ახერხებს, ძალიან ბევრს საუბრობს ფიზიკურ აქტივობაზე და მას განიხილავს მეცნიერულ დონეზე. ეს წიგნი არამხოლოდ მურაკამის პირადი ცხოვრების და მწერლობის შესახებაა, გვაცნობს იაპონურ საზოგადოებასაც. აქ არის უამრავი თემა, რომლის სრულად ჩამოთვლაც გამიჭირდება განათლების სისტემიდან დაწყებული იმ მწერლებით დამთავრებული, რომელთაც ძალიან დიდი გავლენა ჰქონდათ მურაკამიზე. რატომ წერდა წლების განმავლობაში პირველ პირში, როდის გადაწყვიტა, რომ ამბავი მესამე პირში მოეთქრო და ასე შემდეგ. პირადი გამოცდილებით გეტყვით, რომ ეს წიგნი ყველასთვის არის, ვინც მწერლობის გზას დასდგომია ან ახლა აპირებს. ან ვისაც აინტერესებს ჯაზ კლუბის მეპატრონე ჰარუკი მურაკამის შესახებ, რომელმაც ჯერ კიდევ არ იცის, რომ ძალიან მალე ცნობილი მწერალი გახდება. წიგნი გამოსცა გამომცემლობა პალიტრაელმა, სერიაში სკრიპტორიუმი, მთარგმნელი გახლავთ თამარ სუბელიანი.